იცოდი რომ როზალინა შეიძლება არა მხოლოდ პიჩისტა იყოს, არამედ მას ხავს ძმაც, რომელსაც თითქმის არავინ იხსენებს. და ახალი Super Mario Galaxy-ის ფილმით ჩვენ სრულიად დავიბენით მისი ნამდვილი წარმოშობის შესახებ, რადგან როზალინას ისტორია ფილმში ძალიან განსხვავდება მისი ვიდეო თამაშის ისტორიიდან. მაგრამ იმ მცირედით რაც ვიცით, უკვე შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ მის მთელ ცხოვრებასა და ისტორიაზე მარიოს სამყაროში. ზადი ხავით, რადგან დღეს გაიგებთ, ვინ არის წინამდვილეში როზალინა და როგორ უკავშირდება ის იმას, რაც Super Mario Galaxy-ის ფილმში ვნახეთ. ფილმში როზალინას წარმოგვიდგენენ როგორც იდუმალ კოსმოსის პრინცესას, რომლის შესახებაც როგორც ჩანს, ბევრი არაფერია ცნობილი. ხოლოდ ის გვაჩვენეს, რომ ის პიჩის უფროსი და ბავშვობიდან ერთად ცხოვრობდნენ პატარა პლანეტაზე. თამაშობდნენ, იცინოდნენ და ერთად ერთობოდნენ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ორივე საკმაოდ უჩვეულო ძალა ჰქონდათ. და საქმე იმაშია, რომ ორივეს შეეძლოთ ძალების გაერთიანება სიცოცხლის შესაქმნელად და ამ ძალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს ჩვეულებრივი ძალა არ არის. და სწორედ ამიტომ ბაუსერი ცდილობდა ამ ორი გოგონას ძალის მოპოვებას, რათა დაეპყრო სამყარო. ამიტომ როზალინამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან პიჩისგან დაშორება გადაწყვიტა, რათა დაეცვა იგი. ამ მიზეზით ის აგზავნის მას სოკოს სამეფოში და თავად მარტო რჩება. დროის განმავლობაში როზალინა ვარჯიშობდა და ქმნიდა თავის ლუმების არმიას. ისინი მას დედას ეძახიან და ის ხდება მათი კოსმოსური მეგზური. ის იცავს კოსმოსს, ისე როგორც პიჩი იცავს სოკოს სამეფოს. საინტერესოა, რომ ამ ისტორიით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პიჩს როზალინას გარდა შეიძლება კიდევ ჰყავდეს ოჯახი სხვა პლანეტებზე. ფილმის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით დეიზიც როზალინასა და პიჩის ოჯახის წევრია. ეს კი დიდ კითხვას გვიტოვებს, რა მოუვიდათ მათ მშობლებს. შეიძლება თქვენგან ზოგიერთმა თქვას, რომ როზალინას დღიურში, რომელიც ფილმში ვნახეთ, ის ამბობს, რომ როგორც ის, ასევე პიჩი ვარსკვლავების მტვრისგან არიან შექმნილები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჯადოსნურად გაჩნდნენ კოსმოსიდან, რომელიმე კომეტის ან აფეთქებული ვარსკვლავის შედეგად. ამ ახსნას ძალიან საინტერესოა, რადგან თუ არ იცოდით, ყველაფერი სამყაროში ვარსკვლავების მტვრისგან არის შექმნილი, ჩვენც კი. და ამას მე არ ვამბობ, ამას მეცნიერება ამბობს, ასე რომ ყველაზე სავარაუდოა, რომ პიჩს მართლაც ჰყავს დედაც და მამაც. და აქ არის ის ადგილი, სადაც შედარება გვაქვს ვიდეო თამაშიდან. რადგან მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ისტორია იცვლება ფილმისთვის, მაგრამ ამავე დროს ის უკავშირდება ვიდეო თამაშის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს. და ვიდეო თამაში ზუსტად გეუბნებიან, რა დაემართათ მის მშობლებს და კიდევ იმასაც, რომ როზალინას ჰყავს ძმა. რადგან Super Mario Galaxy-ში როზალინას ისტორია ფილმივით არ იწყება. თამაში როზალინა უბრალოდ პატარა გოგოა, რომელსაც მართლაც ჰყავდა ოჯახი. აღნიშნულია, რომ ის ცხოვრობდა მამასთან, დედასთან და თავის ძმასთან ერთად. სინამდვილეში ამ ისტორიაში ასევე გვიყვებიან, რომ როზალინას ძალიან ეშინოდა დედის დაკარგვის. მაგრამ სამწუხაროდ ეს შიში რეალობად იქცევა, რადგან მისი დედა საბოლოოდ გარდაიცვალა. ამის შემდეგ როზალინა იმედით რჩება, რომ ოდესმე მისი დედა დაბრუნდება. მაგრამ სწორედ ამ დროს, როდესაც ის ხვდება ლუმას, რომელიც დაკარგული იყო, ირონიულად ეს ლუმაც თავის დედას ეძებდა. ასე რომ თამაში გვიყვება, როგორ გაიცნო როზალინამ ლუმები და გადაწყვიტა დახმარებოდა მათ. ალბათ იმიტომ, რომ მან უკვე იცოდა, რას ნიშნავს დედის დაკარგვა. მან მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო კოსმოსში, მაშინაც კი როცა არ იცოდა, ოდესმე დაბრუნდებოდა თუ არა. ასე რომ მრავალი წელი ატარებენ ამ პატარა ვარსკვლავის დედის ძებნაში და როზალინა იზრდება შორს თავისი ოჯახიდან და სხვა გალაქტიკაში. დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მეტი ლუმა მოდის. ისინი რჩებიან, რადგან ენდობიან მას. ასე რომ შეუმჩნევლად როზალინა მათი დედა გახდა. და რადგან როზალინამ გაიგო, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა სახლში, ლუმებთან ერთად აშენებს იმას, რაც გახდება ობსერვატორია, მისი ახალი სახლი კოსმოსში. მაგრამ ერთ მომენტში როზალინამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ პლანეტაზე, რათა არ დაევიწყებინა საიდან მოდიოდა. მაგრამ სამწუხაროდ ის ვეღარ პოულობს თავის ოჯახს. მიუხედავად ამისა, ის გადაწყვეტს ყოველ 100 წელიწადში ერთხელ დაბრუნდეს თავის საყვარელ პლანეტაზე და არ დაავიწყოს იგი. ეს ხსნის კომეტების წვიმას, რომელიც გვაქვს Super Mario Galaxy-ის თამაშის დასაწყისში.
ასე რომ თამაში როზალინას ისტორია საკმაოდ სევდიანი და ტრაგიკულია, რადგან მან პრაქტიკულად მთელი ოჯახი დაკარგა მარტო გაიზარდა კოსმოსში. აქ არაფერია ნახსენები იმის შესახებ, რომ პიჩი მისი და ან როგორ შეძლო მისი პოვნა. მაშ, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იმას, რაც ფილმში გვაჩვენეს? ეს სამი განსხვავებული თეორიით აიხსნება. ფიქრობენ, რომ როგორც როზალინას, ასევე პიტს ჰყავთ მშობლები და შესაძლებელია, რომ მომავალ მარიოს ფილმებში ისინი საბოლოოდ გავიცნოთ. თუმცა რაღაც გვანიშნებს, რომ ვიდეო თამაში ნაჩვენები ისტორიიდან გამომდინარე, ისინი შესაძლოა უკვე გარდაცვლილები იყვნენ. მიუხედავად ამისა, როგორც მარიოს ფილმებში ვნახეთ, მათ უყვართ ბავშვობის დროინდელი ფლეშბექების ჩვენება და სწორედ იქ უფრო მეც გვაჩვენებდნენ მათი მშობლების შესახებ. სხვა თეორია გვეუბნება, რომ ვიდეო თამაში ნახსენები ძმა ფილმში ისე გადააკეთეს, რომ ეხლა ის აღარ არის ძმა, არამედ და, ანუ პიჩი. შესაძლოა ეს ორი და ალბათ დეიზიც იმ პლანეტიდან არიან, სადაც სოკოს სამეფოა. და აქ ისტორია ისე შეცურებოდა, რომ არა მხოლოდ როზალინა წავიდოდა პატარა ვარსკვლავების დედის ძებნაში დასახმარებლად, არამედ პიჩიც თან წაიყვანა. აი ამიტომ ვნახეთ, ისინი პლანეტაზე, რომელიც კოსმოსში დაცურავს, ძალიან გავს ვიდეო თამაშის ისტორიას, როცა როზალინა და ლუმები პლანეტაზე რჩებიან. და ბოლოს მესამე თეორია გვიხსნის, რომ ყველაზე სავარაუდოა, როზალინა არ არის 100% სისხლის და არამედ შეიძლება ისიც ძალიან პატარა ასაკში იპოვეს. და ისიც თავის ოჯახად მიიღო, ზუსტად ისე, როგორც ლუმები მიიღო. ვიცით, რომ პიჩსაც იგივე ძალა აქვს, რაც როზალინას და შეიძლება სწორედ ამიტომ არ უნდოდა მისი მარტო დატოვება, რადგან როზალინამაც უკვე იცოდა, რომ არსებობდა ბოროტი ძალები, რომლებიც ამავე ძალის გამოყენებას ცდილობდნენ. და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც როზალინამ გადაწყვიტა პიჩი სოკოს სამეფოში გაეგზავნა. ამის ცოდნის შემდეგ ასევე ჩნდება ალბათობა, რომ პიჩი და როზალინა ერთადერთები არ არიან, ვისაც ეს ძალა აქვს. შეიძლება კიდევ იყვნენ და აქ ჩნდება დეიზი. ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იმავე ძალასთან, მაგრამ სხვადასხვა პლანეტებზე იმყოფებიან. და ამიტომ ისინი იქნებოდნენ დები, არა სისხლით, არამედ იმ ძალით, რომლითაც შესაძლოა დაიბადნენ და იზიარებენ. და ეს არის ის, რაც ამ დროისთვის ვიცით როზალინაზე. დატოვეთ კომენტარებში, თუ თქვენ კიდევ სხვა დეტალები აღმოაჩინეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.